აფხაზეთზე გავლით რუსეთში სარკინიგზო ხაზის აღდგენაზე საუბარმა ქართულ პოლიტიკოსებში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ქვეყნის პრეზიდენტი და საპარლამენტო უმცირესობა ამ ინიციატივას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან. აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტი კი ამბობს, რომ საქმის კურსში არ არის, რადგან აფხაზეთის ხელმძღვანელობისათვის რკინიგზის აღდგენაზე არავის მიუმართავს. საქართველოს ხელისუფლებამ რკინიგზის აღდგენაზე საუბარი უკვე დაიწყო, თუმცა გრძელვადიანი პროცესის კონკრეტულ დეტალებზე ჯერ არც მთავრობა საუბრობს. აფხაზეთის გავლით რუსეთში სარკინიგზო ხაზის აღდგენაზე საუბარმა ქართულ პოლიტიკურ სპექტრში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ქვეყნის პრეზიდენტს და საპარლამენტო უმცირესობას ეს იდეა არ მოეწონა. ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი თინა ბოკუჩავა აფხაზეთზე გავლით რკინიგზის აღდგენაში საფრთხეს ხედავს. ბოკუჩავას არ უნდა სარკინიგზო ხაზი რუსეთზე გადიოდეს. ყარსი ახალქალაქის სახით საქართველოს ქმნიდა ალტერნატიულ სარკინიგზო დერეფანს მეორე სარკინიგზო გზასთან დაკავშირებით ის კიდევ უფრო დიდ საფრთხეს უქმნის ამ ალტერნატიულ სარკინიგზო დერეფანს და ეს არ უნდა გადიოდეს რუსეთზე. რკინიგზის დეპარტამენტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის აზრით ალტერნატიული სარკინიგზო ხაზი პრობლემას არ წარმოადგენს. პირიქით ყველა მიმართულებით გახსნილი მოძრაობა გაზრდის საქართველოს მნიშვნელობას და ტვირთბრუნვაც ავტომატურად გაიზრდება, რაც ქვეყნისთვის დამატებითი შემოსავალი იქნება. რაც მეტი სარკინიგზო ხაზი გაივლის საქართველოზე, რაც მეტი სატრანსპორტო კომუნიკაცია იქნება გატარებული და ამუშავდება, მით უფრო კონკურენტუნარიანი და მიმზიდველი იქნება ეს დერეფანი. აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის განცხადებით იგი საქმის კურსში არ არის, რადგან აფხაზეთის ხელმძღვანელობისთვის რკინიგზის აღდგენასთან დაკავშირებით არავის მიუმართავს. საქართველოს რუსეთს შორის სარკინიგზო ხაზის აღდგენამდე რკინიგზის საპრივატიზაციო ნუსხიდან ამოღებასა და სახელმწიფო საკუთრებაში დარჩენის აუცილებლობაზე საუბრობს პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი. ამ გზის აღდგენის სკეპტიკოსებს ვთხოვ დააკვირდნენ რუკას და გააცნობიერონ რის წინააღმდეგ გამოდიან ისინი. ამ გზას ბევრად უფრო მეტი დამცველი ეყოლება ვიდრე საქართველო. სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოს-რუსეთის დამაკავშირებელი რკინიგზის მშენებლობის დაწყება გრძელვადიანი პროცესია, რომელსაც სულ ცოტა 3-4 წელი მაინც დასჭირდება. ჩვენ თავი ამოცანოთ, თქო, აფხაზები დავაჯეროთ, რომ ჩვენ გვინდა მათთან ერთად საერთო წარმატებას მივახციოთ და რკინიგზა შეიძლება ერთ-ერთი ყველაზე პირველი საკითხი არ იყოს. თავი საქართველოს არ იყოს საქართველოს მიზეზით არ გაჩნდეს რკინიგზა. ყველაფერი მოსალოდნელია. ეს დაწყება კიდე არ ნიშნავს დასრულებას. მთავრობაში მიიჩნევენ, რომ პროცესი დაწყებულია და აფხაზეთში რკინიგზის მშენებლობის საკითხი კონფლიქტის პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.